მე და თქვენ ალბათ კეთილის შურით შურს დათა ქაშიაშვილის, რომლის მამაც მისი მთავარი გულშემატკივარია და ისინი საერთო ბრძოლაში ერთად არიან. მოგესალმებით დათა, მადლობა რომ ჩვენთან სტუდიაში ხარ. სტუმრად, პირველ რიგში გითხარი დაკავების მოტივი რა იყო, რა საშავებდი და შემდეგ ეს პროცედურები შენ შემთხვევაში რა იყო, რამდენად აგრესიულად იყვნენ განწყობილები, ეგრეთ წოდებული სამართალდამცველები, რომლებიც ჩემთვის პირადად მილიციელები არიან. მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის. ვერ ვიტყვი რომ ასე ვთქვათ რაღაცა სელექციურად დამაკავეს, უბრალოდ მე მგონია რომ ასე ვთქვათ ტროტუარზე ვიდექი და დავინახე რომ მოშორებით აკავებდნენ ვიღაცას და ვინაიდან ასე ვთქვათ უკვე მეორედ დაგაკავეს თქვათ. კი. და დავინახე რომ მოშორებით აკავებდნენ ვიღაცას და ასე თუ ისე გავიცანი უკვე საზოგადოების დიდ ნაწილს ურთავაზობთ გავართ და ვფიქრობ ჩემ მეგობარი იქნებოდა ერთ-ერთი და გავიქეც რომ ენახა რა ხდებოდა და უფორმო პოლიციელი დგას ვიდეოს იღებს დაკავების და ვიფიქრე რომ აქტივისტი იყო თავიდან, იმიტომ რომ სახეზე ვერ ვცნობდნენ გადასმულ პოლიციელებს და ცინიკურად მეუბნება, შედი არ გინდა შენც მაგ მინივენში და ვიფიქრე რომ ცოტა ცუდად ხმობ და მაგრამ მაინც არ ჩავთვალე რომ პოლიციელი იყო, ხან ვიდეოს იღებს ალბათ ჩვენ გამოგვადგება თქო და თორემ არ ყოფილა ჩვენიანი ეს მინივენი წავიდა თუ არა მეორე მინივენი მოაყენეს, ეს უფორმო ადამიანი მწუდაა და შემათრია მინივენში, ამას ჩემი შეყვარებულად ჩემი მეგობარი გამოისარშლა და ისინი ჩემთან ერთად მინივენში მოაყოლეს, იყო ძალიან ცუდი დამოკიდებულება გოგოების მიმართ, სუთმებით თითრიეს. და ანუ ეგ არის ანუ დაკავებას გატაცებას გავდა, იმიტომ რომ უცბად ვიღაცა სამოქალაქო ფორმით ჩაცმული ადამიანი გეცემა, ვიც ვიღაცა რიგით მოქალაქეს გავს და მიგათრევს მანქანისკენ. ანუ პირველი აზრი იყო ეგ რომ ეს ვინ არის, პოლიციელია თუ არა და სად მიმათრევს რა. ანუ პირველი ფიქრი ეგ იყო. უშუალოდ ეს უფორმო ადამიანი მანქანაში არ შემომყოლია. ჩვენ ხომ ინსტრუქციები გადმოგცა დეპუტატმა ერთ-ერთმა როგორ უნდა გავარჩიოთ მილიციელია თუ არა. არ კითხე. ეს ინსტრუქცია ზარის უფლება. ხო და თვითონ მანქანაში არ შემომყოლია ეს უფორმო ადამიანი, იქ საპატრულო პოლიციის ხალხი იყო და ასე ვთქვათ ისინი თვითონ აგრესიულობით არ გამოირჩევდნენ ჩემს მიმართ. ანუ ხო ანუ რაც ქვეს არ მეგონა რომ უშუალოდ იმის გამო დამაკავეს რომ საიდანღაც ამომიცნეს, უბრალოდ იმ უფორმო ადამიანს თვალში მოხვდით სულად, იმიტომ რომ ძალიან უცებ გავჩდი იქ, რომ ძალიან უცებ რეაგირება მქონდა და ჩემი მეგობრის დაკავებაზე. და ეს იყო ერთ-ერთი მიზეზია ჩემი აზრით. გადაყვანის შემდეგ რა ხდებოდა? გადაყვანის შემდეგ რამდენიმე საათი ხოლმე გაფორმებას დასჭირდა, იმიტომ რომ 23 ადამიანის გაფორმება ეგრე უცებ ვერ ხდება, ძალიან მასშტაბური დაკავება იყო და მგონი პირველად მოხდა რომ ესე უმეტესობა გოგოები დააკავეს და ასე ვთქვათ ყველაზე უცნაური და ახალი პრაქტიკა რაც შემოაგდეს იყო ხალხი საქართველოში გადაანაწილება თბილისი, მცხეთა, ბორჯომი, ახალციხე და ყველა 23-მდე გავატარეთ ღამე 40 საათი ფაქტობრივად მარტო ზაჰეში ვიყავი 4 კაციან საკანში მარტო და ამ დროს ხალხი გადააგზავნეს ქალაქში, რომ ადგილი არ არისო ქალაქში, ეს უტყუილი იყო და იმას ემსახურებოდა რომ რაღაცა დაღლილი იყავით პრომენტალურად, რომ ეს 40 საათი მარტო შენ თავთან არის, ასე ვთქვათ, არა ამარტივი რთული პროცესია უფრო. და უშუალოდ როგორც ითქვა ციხეში იზოლატორში მომუშავე პერსონალები არ არიან შენს მიმართ ნეგატიურად დამოკიდებულები, ადრე ვთქვი რომ პირიქით ძალიან კარგად მექცევიან თქო, მაგრამ დავფიქრდი ამ დღეებში რომ კარგად კი არ მექცევიან, ისე მექცევიან როგორც უნდა მექცეოდნენ და როცა ხედავ რომ პოლიცია ისე მექცევა როგორც არ უნდა მექცეოდეს, მე უბრალოდ გამიკვირდა ძალიან ადრე ბადრაგები როგორც მექცეოდნენ მე რომ ისე კარგად მექცევიან, კეთილად მექცევიან და თურმე ეს უბრალოდ მათი მოვალეობა და ესე მექცევიან და პოლიციის მოვალეობა რომ იგივენერად მოგექცეს, არ გექცევა, უკვე გასაკვირი ხდება რომ სისტემაში ვიღაცა არის, ვინც კეთილად გექცევა და რაღაცა მიკერძოებული არაა შენს წინააღმდეგ. კი, აი პატარა ასეთი ჰუმანური გამოვლინებებიც კი ჩვენთვის რაღაცა სასიამოვნოა და მოულოდნელია ასეთ რეალობაში. ვართ სამწუხაროდ. ლუკა, თქვენი გამოცდილება როგორია? მოგესალმებით პირველ რიგში, მადლობა შესაძლებლობისთვის. ну, მიმდინარეობდა დემონსტრაცია, რა თქმა უნდა, თეატროლოგიანის კომისიის წინააღმდეგ, ხო, ეს ადამიანი რაღაც გიჟებს ლაპარაკობს საქართველოს პარლამენტში. რა თქმა უნდა, ხო, ესე საჯაროდ ისაუბრო ქართული მხარის დანაშაულებებზე, ხო, მავნებელი ხარ, ან სასარგებლო იდიოტი. მეტი არავინ არ ხარ. თეატროლოგიანი არის მავნებელი, ან სასარგებლო იდიოტი. ამ დასკვნის შინაარსის გამოქვეყნების შემდეგ თქვენ გაბრაზდით, გახვედით. რა თქმა უნდა, როგორც პოლიცია აფერხებდით საავტომობილო მოგზაურობას. მოგიყვებით. მოკლედ, ყოველთვის ვცდილობ შევიდე კომუნიკაციაში, საუბრობ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებზე, ყოველთვის ვცდილობ შევიდე კომუნიკაციაში, რადგან მჯერა, რომ სისტემისთვის, მათი უფროსებისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის ყველაზე საშიში არის იმ ადამიანების და ჩვენი კომუნიკაცია, რომელზეც ფიქრობს, რომ მათი ყურმოჭრილი მონები არიან. სწორედაც ამას ვსაუბრობდით მე და ერთი საპატრულო პოლიციის თანამშრომელი და ბოლოს იმ კონსენსუსამდე მივედით, რომ ცვლილება გასაგებია, მაგრამ აი ასევე შეცვლითო. რაღაც უფრო მასობრივია საჭირო. აი ეს სიტყვები გავიგე თუ არა იმ ბატონისგან და ეს სიტყვები წარმოვთქვა თუ არა, ბატონი
გოგა მემანიშვილი და ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ძალიან გაბრაზდა და რამდენს ლაპარაკობს მოკიდეთ ხელიო და ესე ამაზად მე და ჩემი მეგობარი დავით ცეხნიაშვილი დაგხვსეს საპატრულო პოლიციის დაკავების მანქანაში. ნამდვილად გავმეორდები, მჯერა რომ სისტემას აქვს ძალიან ბევრი ღრიჭო. სისტემას აქვს ძალიან ბევრი სისუსტე. რასაც საუბრობთ ჩვენ რომ არის კარგი გამოვლენებები და ჩვენთვის არის სასიამოვნო, ეს არის ამავდროულად ბიზნეს ეონიშვილისთვის ძალიან საშიში, რადგან ამ ადამიანს გონია რომ ფულით იყიდის, რა ვიცი, სელ სისტემას ფულით როგორც აფინანსებდა ხო წინა ხელისუფლების დროს და ეგონა რომ ეს მთელი ადამიანები დადგებოდნენ ბიზნეს ეონიშვილის მხარეს, რიგი საკითხები გაუმართლდა, მაგრამ ხედავთ, ნამდვილად ხედავთ ამ პრობლემებს და საუბარი და სიტყვა არის ჩვენი მთავარი იარაღი. ჩვენი მთავარი იარაღი არის სიმართლე. ბიძინა ივანიშვილს ქართულ ოცნებას გონია რომ ფულით შეიძლება ყიდვა ადამიანების, ფულით შეიძლება იყიდოს ირაკლი კობახიძე, ირაკლი ზარქუა, შეიძლება იყიდოს ანრი ოხანაშვილი, მამუკა მდინარაძე, მაგრამ არა აქვთ ის, რაც ჩვენ გვაქვს. ჩვენ გვაქვს მართალი გული და რაც ამ გულში დევს ჩვენი აქტივისტების და რაც სტუდენტების გულში დევს, აი ეს ქართული ოცნების წარმომადგენლებს არა აქვთ, ვერ ექნებათ და ვერც ვერასდროს გაიგებენ, ხო? სიმართლე არის ჩვენი ყველაზე ძლიერი მხარე, როდესაც გულწრფელები ვართ. ახლა ხო არ ვსხედავთ, თუნდაც ეთერში ვიღაც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, ხო? აი უყურეთ უბრალოდ, თუნდაც ნებისმიერი ჩვენგანის ეთერი სადმე დაიდოს. ქართული ოცნების წარმომადგენლები რასაკეთებენ, ხო? ტროლბოტების ქარხანას ამუშავებენ, დიტო სამხარაძე უსაქმურს უჩდება საქმე. პირველივე წუთსავე უშვებს ამ ტროლბოტების ქარხანას და ხდება ჩვენი გაშავება. ბიძინა ივანიშვილმა წამოიწყო და ნამდვილად გააღვივა ოჯახის სიწმინდეზე. ხო ძალიან ბევრს გველაპარაკება ბიძინა ივანიშვილი. ბიძინა ივანიშვილმა გააღვივა მამათა და შვილთა ომი. გააღვივა ნამდვილად ხო ნათელი მაგალითი ახლა ისაუბრეს სტუმრებმა. ნათელი მაგალითია, რომ ეს ადამიანი არის ფარისეველი. გველაპარაკება ერთ ფიცი წამს ბოლო მაკვირებს ბიძინა ივანიშვილის შესაბამის შესატყვისია, მაგრამ ნამდვილად მჯერა, მათ შორის თუ მაქვს შესაძლებლობა ვისაუბრებ 4 ოქტომბერზე, ნამდვილად მჯერა, რომ ეს არის დედლაინი, სადაც ყველა ძალა უნდა მოვიკრიბოთ. სადაც ყველა ადამიანი, რომელსაც გულში პროტესტი აქვს, იმასაც ბევრჯერ საუბრობენ, რომ თითქოს პროტესტი მინელდა 300 კაცი დგას, 200 კაცი დგას, 5 კაცი დგას, მაგრამ არა ეს პროტესტი გულებიდან არ გამქრალა. ეს პროტესტი თითოეულ ჩვენგანშია და ეს პროტესტი არის რეგიონებში, დავდივართ რეგიონებში, ბიძინა ივანიშვილის კოლბაში კი არა ვართ გამოკეტილები, დავდივართ და ხალხს ვესაუბრებით, სადაც განწყობა არის ოპოზიციური. აქ არ ვსაუბრო რომ პარტიული კურსილებაა ეს განწყობა, არა, განწყობა არის ბიძინა ივანიშვილის საწინააღმდეგო, განწყობა არის ეროვნული და ვფიქრობ, რომ თუ ჩვენ თავებს მოვერევით, თუ დავძლევთ შიშს, მათ შორის იმ მანდატურების, რომლებიც სასამართლოში არიან, არც ერთ ჩვენგანს არ შეშინებიათ დღეს მათი. ფაქტობრივად აღმოჩნდა ერთ-ერთმა აქტივისტმა გამოავლინა მანდატურები თურმე შეთავსებით სუსის აგენტებიც არიან რუსთაველის გამზირზე დადიან გადაცმულები, მაგრამ თქვენ უნდა ნახოთ, როდესაც დაინახავენ, რომ ვიცანით ეს ადამიანი როგორ უკანკალდებათ ხელები. ეშინია რეჟიმს, ხო? ეშინია, როდესაც დავიწყეთ აქტიურად მშვიდობიან რევოლუციაზე საუბარი, როდესაც დავიწყეთ აქტიურად ხალხის მობილიზებაზე საუბარი, რომ რეგიონები უნდა იყოს თბილისში 4 ოქტომბერს. თითოეული ადამიანი, რომელიც ის 200,000 ადამიანი, რომელიც რუსთაველზე იდგა, ის ადამიანები ისევ გამოვლენ. ეს პროტესტები როგორც ჩვენს გულებში არ მინელებულა. რამდენად გამართლდება ჩვენი ეს მელოდია. ასე რომ ბიძინა ივანიშვილს ძალიანაც უნდა რომ ქართველი ადამიანის სახიდან ღიმილი გააკროს, მაგრამ აქედან მინდა მიმართო ქართული ოცნების მესვეურებს ბიძინა ივანიშვილს და ქართული ოცნების ამომრჩევლებს, რომ ქართველი ხალხის სახეზე ღიმილი აუცილებლად დაბრუნდება და მართლა ამ კაპეზეზე შესახლებით რაღაც ჩვენი ფიზიკური შელახვით ხო ვერ შეგვაშინებენ. ეს არის ყველაზე მცირედი და მართლა ბოდიშს ვიხდი ცენზურის დარღვევისთვის იმ კაცის დედავატირე, ვინც ბიძინა ივანიშვილს თავს დაუხრის ამ ქვეყანაში. უნდა მოემზადოთ მასობრივი მობილიზაციისთვის და ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვაჩვენოთ ბიძინა ივანიშვილს რა არის ქართველთა ერთობა.